მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა მე ვარ ფერმერი. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას, ხალმოკლე პაუზის შემდეგ ბევრისთვის მოსალოციც იქნება ალბათ ამ გადაცემის ეთერში გასვლა. მე მოხარული ვარ, რომ კვლავ მაქვს საშუალება თქვენთვის გავაკეთო ისეთი საინტერესო გადაცემები, რომლებიც თქვენს ფერმერულ მეურნეობას წაადგება, თქვენს წარმოებას გამართავს უკეთესობისკენ. დღეს ჩვენი გადაცემა მიძღვნილი იქნება სოფლის მეურნეობის მდგომარეობის ანალიზ და გააზრება. ჩვენი გადაცემის სტუმრები არ იქნებიან ოფიციალური პირები, გულისხმობს სამინისტროებს ან სხვა ტიპის სახელმწიფო დაწესებულებებს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ადამიანები, უფრო გააზრებულებიც შეიძლება ესე ითქვას და უფრო კომპეტენტურებიც. იმიტომ რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ფერმერები. მოგესალმებით ბატონებო, ბადრი ფალავანდიშვილი, გივი გაბაიძე. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე თავს უფლება მივეცი და ესეთ წარდგენა იმიტომ გავაკეთე, რომ მე ვრჩები მოსაზრებაზე, რომ ფერმერული მეურნეობა და საერთოდ სოფლის მეურნეობა უნდა გამომდინარეობდეს ფერმერისგან და არა დავუშვათ კაბინეტში ან სხვა ტიპის შეხვედრებზე შედგენილი დოკუმენტებით, ან კიდე თუ ესეთ დოკუმენტები არსებობს, ან კიდე სხვა ტიპის შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებებით. მე არ მინდა ვთქვა, რომ ფერმერები ნაკლებად არიან ჩართულები, თუმცა არც ისე საჭირო დოზით, როგორცაც ვისურვებდი. სანამ ძირითად თემაზე დავიწყებდით საუბარს, ბატონებო, მე მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი ავთანდილ მესხიძის კომენტარი. ჩვენ ვთხოვეთ მას, რომ მე ციტრუსე ფერმერებისთვის გაეკეთებია, თუ როგორ მიმდინარეობს ციტრუს სეზონი, ძალიან აქტუალურ ფაზაშია შესული, ზღვების საკითხი, მოგეხსენებათ რამოდენიმე დღის წინ ძალიან გაუარესებული ამინდის მომსწრენის გავხდით. ვთხოვთ ვაჩვენოთ ბატონი ავთანდილ მესხიძის კომენტარი. სამი სადაზღვევო კომპანია იყო ძირითადად, ეს იყო GPI ჰოლდინგი, ალდაგი და ირაო. ფაქტიურად დღის მდგომარეობით 2000 მეტზე ბენეფიციარმა დააზღვია, 10000-ზე უпростоრად 2000 ჰექტარამდე, თუმცა ეს ციფრი არ არის ძალიან ესეთი არც მაღალია და საშუალო მაჩვენებელია, იმიტომ 22500-ზე მეტი ციტრუსე ფერმერი ყავს და თითქმის ნახევარამდე დაზღვეულია, მაგრამ რადგან ეს პირველი წელი ალბათ იმისათვის, რომ საერთო სურათი ნორმალურია. ჯერჯერობით დაზღვევა გრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდებიან ცუდი ამინდების წინა პერიოდში რო გავიარეთ ცუდი ამინდები და ბოლოვა და 10 დეკემბერია, მაგრამ 10 დეკემბერს არანაირად დაგლოდება, რომ ახლა კარგი ამინდები დადგება გვერდიდან და ალბათ სავარაუდოდ მასიური კრეფა დაიწყება. სეტყვა აღენიშნებოდა, მაგრამ ეს კატასტროფული მდგომარეობა არ ყოფილა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მეტნაკლებად სოფლების კი განსხვავდებოდა, ზოგიერთ სოფელში საერთოდ არ ყოფილა, ზოგიერთში დაფიქსირდა, მაგრამ ესეთი მდგომარეობა, რომ გამოუვალი მდგომარეობა ასეთი არ არსებობს, იყო შეტყობინებები, მიუთითეთ ხელშეკრულებაში, სადაც სადაზღვევო კომპანია აფორმებს ხელშეკრულებას, მითითებულია ცხელი ხაზი და ბენეფიციარებმა მიმართეს იმ ტელეფონზე და ამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში ასეა სახელშეკრულო პირობებით მივლენ ექსპერტები და თუ არის დაზიანების ხარისხი შეამოწმებენ. ჩვენ საერთოდ ურჩევთ ფერმერებს, რომ ხელშეკრულება კარგად გაეცნონ და დროულად უნდა აცნობონ სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც დაუაზრებთ და შემდეგ რომ გაურკვევლობა არ წარმოიშვას, საქმის კურსში უნდა იყოს კომპანია რა მდგომარეობა, იმიტომ რომ შეიძლება ერთ სოფელში გარკვეულ ნაწილზე იყო, მეორე ტერიტორიაზე არ იყო და ამიტომ კომპანია არ დაეყრდნობა იმას, რომ სადმე არ იყო, თქვა, შეიძლება გარკვეულ ნაწილში იყო, ამიტომ ეს ვფიქრობთ, რომ ბენეფიციარებიც უნდა იყვნენ ცოტა აქტიურები ამ საკითხთან დაკავშირებით. ფერმერებს მინდა ეს ურჩიოთ, რომ დაზღვევა ყოველთვის მომგებიანი და სასარგებლოა. მით უმეტეს, სახელმწიფო აფინანსებს ძირითად ნაწილს და ნაზღაურებაც საკმაოდ მაღალია, 58 თეთრი არ არის დაბალი ფასი იმისათვის, რომ პლანტაცია იყოს დაზღვეული, ნაყოფი იქნება დაცული. და თუ მოხდა სეტყვა ახლა მე დავიფაროს არავის არ უნდა, მაგრამ დაზიანებული ნაყოფი კომპანიას ხო არ მიაქვს, ის შეიძლება გამოყენებული იქნას ისე როგორც არასტანდარტული უნდა ჩაბარდეს და 20 თეთრს იმაშიც მიიღებენ. საკმაოდ ნორმალური შემოთავაზებაა, ვფიქრობ, დაუზღვეველ პროდუქციას ყოველთვის ჯობია დაზღვეული, თუმცა არ დაგავიწყდეთ ხელშეკრულება, კარგად წაიკითხეთ, წვრილი შრიფტით არ იყოს ისეთი რამ ჩაწერილი, რაც მე თქვენ სასიკეთოთ გამოყენებას შეგიშლის ხელს ამ ხელშეკრულების. ბადრი, რას ფიქრობ შენ? უპრეცედენტოა, მე ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო, ძალიან კარგი მე ვფიქრობ
უკვე დიდი ხანია უნდა ყოფილიყო, მაგრამ წელს თუ ეს სისტემა დაიწყო და მომავალში გაგრძელდება, შესანიშნავია. ზღვევას გულისხმობ. შენ როგორც მეციტრუსე, როგორც ფერმერი ვიცი, რომ ნაადრევი ციტრუსის გაქვს ჩვენს მაყურებელს არაერთხელ უნახავს შენი ციტრუსის ბაღები, გადაზიდვითაც ხარ დაკავებული, ან პატარა რეზიუმე რო გავაკეთოთ მეციტრუსეობის და ზღვევის და თუდაც უამინდობის შედეგებზე. კი ბატონო. ბატონო გიორგი, მე გეტყვით, რომ ეს დაზღვევის პროექტი რაც მოქმედდა, ძალიან კარგი რაღაც არის. ცოტა გვიან დაიწყო და რაღაც ნიუანსები აქვს, რომ მომზადებელი, თქვათ, ასე დარჩა ყველა მხარე. შეიძლება ითქვას ყველა ახალ წამოწყებას და პროექტს. კი ბატონო, ახალ წამოწყებას და პროდუქტს. რაც შეეხება ახლა ბატონო მინისტრის მოადგილემაც აღნიშნა, რომ იქ უნდა გაეცნონ ბევრი ფერმერი, ვინც დაზღვევაც გააკეთა, ის ვერ არის ისე ინფორმირებული მისი შემდეგი ქმედების გზებზე და ძალიან კარგი იქნება, რომ ხშირად ან ტელევიზიის ან რაღაც შეხსენება მოხდეს. მე გეტყვით ახლა, არ ვიცი, შეიძლება გვიწყინო მზღველებმა, მე მთელი დღის განმავლობაში ურეკავდი, აღარ დავასახელებ იმ მზღვეელებს, ბევრი არც არიან პრინციპში, რომ შემძლებოდა მათგან მიმეღო ინფორმაცია, არ ამგონია ახლა უარია თქვა, დამატებითი რეკლამა იქნებოდა მათი, მაგრამ ალბათ ძალიან ბევრი საქმის გამო ვერ მოიცალენ და ვერ გააკეთენ კომენტარი, უბრალოდ როგორ მიმდინარეობს ზღვევის პროცესი, თუმცა ბატონმა ავთომ არ დაიზარა და მოგვაწოდა ინფორმაცია. თქვენი ინფორმაციით, აი თუნდაც სამეზობლო, თქვენი ციტრუსი დაზღვეულია და კი, დაზღვეული მაქვს პირველივე დღიდან, როგორც კი გავიგე, დაზღვევა. ხომ არ იცი ფერმერს, დღეს ძალიან მინდოდა ჩამეწერა ფერმერი, უბრალოდ დროის სიმცირის გამო და ფერმერები ვინც არ დააზღვია, უარს აცხადებენ კომენტარზე და ხომ არ იცი ისეთი ფერმერი, ვინც არ დააზღვია და რაღაც არგუმენტი აქვს ამის მიმართ. ნუ აი დავუშვათ ამის გამო არ დავაზღვევ ციტრუსს. ნუ არის ახლა ყველა სიახლეს, ყველა ვერ ხდება ისეთი ენთუზიაზმით. მაგრამ ისი შიში შეიძლება იყოს ზოგს უიმედობა, ზოგს არ ჯერავთ რაღაც და ეს არის მისაღები ასეთი წამოწყების წინა სტადიაზე რაღაცებს ყველა ვერ ხვდება იმ სიახლეს როგორ რაც არის ისე სწრაფად მისთვისაც იკეთო რო არის და სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ ეს არაუშავს. ისეთ მაგალითსაც გეტყვით, რომ დასაწყისში ვინც უარი განაცხადა, შემდეგ ის მათ დააზღვიეს და უკვე მით უმეტეს ეს რომ მოხდა ცუდი ამინდი რამოდენიმე დღის წინ ისინიც უკვე გააქტიურდნენ და სიტყვამ ალბათ უფრო გააქტიურა ხალხი. გააქტიურა. პატრი დამეთანხმები ალბათ რომ წლევანდელი შედეგებიდან გამომდინარე თვითონ ამ პროცესმა უნდა მისცეს მოტივირება ფერმერებს რომ მომავალში გაგრძელდეს, თორემ თუ კი ფერმერები ვერ მიიღებენ იმას, რისი მოლოდინიც აქვს, ალბათ ეს პროექტიც შეიძლება რომ ეს თავისთავად ასეთი რა მოდი ასე ვთქვათ რომ ღმერთთან უქნას რომ უამინდობა მოხდეს კიდე და რამაც გამოიწვიოს ნაყოფის გაფუჭება. მაგრამ თუ ეს ასეთი რამე მოხდა, უკვე დამოკიდებულია შემდეგ ქმედებაზე, რამდენად შესრულდება ეს პირობები, უკვე შემდეგ ეს პროექტი უკვე თუ არ შესრულდეს. ეს პროექტის იდეა ძალიან კარგია, იმიტომ რომ როგორ ვთქვი, ცუდია არაერთი გადაცემა გაგვიკეთებია, ზუსტად ამის მოთხოვნით, რომ ზღვევა უნდა იყოს და კარგი იქნება თუ კი მარტო ციტრუსზე კი არა, სხვა კი არის გეგმაში. ვაზზე და სხვა კულტურებზე არის მოთხოვნა მაღალმთიან აჭარაში. ვიყავი ფერმერებთან შეხვედრა მქონდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და გულისწყენას გამოხატავენ რატომ მაინც და მაინც გასაგებია რატომაც ციტრუსი, მაგრამ რატომ არა სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტები. რამოდენიმე სიტყვით რო გითხრა ციტრუსის სეზონის მიმდინარეობაზე. რამდენად არის მოთხოვნადი, გამოჩნდა თუ არა უკვე პირველი შეკვეთები მეზობელი ქვეყნებიდან და რა მოლოდინი გაქვს, როგორი წელი იქნება შენი შეფასებით? ნუ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ წელს მოსავალი ნაკლები არის შაშანდელთან შედარებით. ვიტყვი არის ხარისხი თუ არის უკეთესი. ხარისხი არის ძალიან კარგი. ნაყოფი თითქმის არასტანდარტული თითქმის არ არის. ასე ვიტყვი, ძალიან უნიშნელოდ არის და ხარისხიანი ნაყოფი არის. ახლა სეზონი ვიტყვი, რომ ხვალიდან თლიან ძალაში შევა, იმიტომ რომ ყველა რაღაც დღეებით ირწმუნობს და ჩემი ინფორმაციით მთელი ჩემი სამეზობლო ვიტყვი რომ ხვალიდან იწყებს მასიურად კრეფას, აღარ უყურებენ შემდეგ ნადის ინსტიტუტი შენარჩუნებული გვაქვს ფერმერულ მეურნეობაში. კი, არის ნადის ინსტიტუტი თუ ანუ კოოპერაციის პირველი ჩანასახი მაინც დევს ქართულ მენტალობას. თავისთავად ეს ის ნათქვამი რომ ჩვენთვის არ არის შეცდომა ალბათ. კი ბატონო. დიდი მადლობა ბატონ გივის ვკითხავ, რამოდენიმე სიტყვით მინდა გკითხოთ მაღალი თოვლის ესეთ ტენიანობის შედეგებზე, ხომ არ ფლობთ ინფორმაციას მაღალმთიან აჭარაში რა მდგომარეობა, ხომ არ მოუსწრო მაღალმთიან ფერმერებს
უამინდობამ თუ უკვე მზად არის ჩვენი ფერმერები რომ შეხვდნენ საზამთრო პირობებს? ზამთარმა დაგვიზიანა ესე იგი მრავალწლიანი ნარგავები, კერძოდ ხეხილი. ესე იგი კერძოდ კაკალმა ვერ მოასწრო ფოთოლი ცვენა. ამდენად ეს დახუნძულია ფოთოლს დაემატა სვერითოვი და ჩამოამტრია, ჩამოლეწა მთლიანი ტოტები ჩამორეგა. ესე იგი ჩვენი ძირითადი წამყვანი ციტრუსი არ გვაქვს და არაფერი, მხოლოდ გვაქვს მეხილეობაში კაკალი, ვაშლი, მსხალი. ვაშლი, მსხალი და კაკალი წელს არც ესხა, იმიტომ ცუდი ამინდის გამო არ ქონდა მსხმოიარობა, მაგრამ მომავლისთვის იმედი რო ქონდა, იგიც ჩამოლეწა. კარტოფილი აღებული აქვს მოსახლეობას, მაგრამ რადგან აიღო და ზოგს დავადება გაუჩნდა, სიდამპლე, რაღაცა სხვადასხვა დავადებები და ამიტომ მისახედია ჩვენი მხარე. ანუ არის მთელი რიგი პრობლემები, რომელიც გადასაწყვეტია. მოდით ვნახოთ სიუჟეტი, თუ შეიძლება ამას სიუჟეტი დავარქვათ, მე უბრალოდ შევიცადე ანალიზი გამეკეთებია, ესეთი მოკლე, საიტკენ მივდივარ, საერთოდ რას ვფიქრობთ, მე დღეს არ მინდოდა ოფიციალური პირებისგან გამეგო ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ პოლიტიკოსებს უნდათ, არ უნდათ, მთელი სულით და გულით რომ უნდოდეთ, პოლიტიკა მაინც პოლიტიკაა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფერმერები უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ და რაღაც მოსაზრებებზე უნდა დავიწყოთ გასვლა თუ საიტკენ უნდა წავიდეს, საერთოდ აგრარული პოლიტიკა. ვნახოთ სიუჟეტი და გავნაგზოთ საუბარი. ათი წელი 8 მინისტრი და ყოველწლიურად მზარდი 50-დან 260 მილიონამდე მიღწეული ბიუჯეტი. ათეულობით მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ მიერ გრანტის სახით გაცემული ტექნიკა და მილიონობით ლარი, ჩატარებული ტრენინგ სემინარები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ სტრატეგიულ დარგად გამოცხადება. ერთი შეხედვით ჩამონათვალი სტრატეგიულ სვლას გავს, თუმცა რეალურად დოკუმენტის სახელად სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმა არ არსებობს. ესე? საკათოლი თვითონ გადააბრუნა. ესე გადააბრუნება. აი ესე? ხელში შემოაჩინა საკათოლი. აი მას. ეგრე. ეს შემასწავლა ლევან ვარშალომიძემ კრეფის დროს. ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ღირსების ორდენს კაბინეტში ინახავს. ამბობს, რომ ეს მისთვისაც დიდი სიურპრიზი იყო. როგორც მოიხსენებათ, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება, რადგან აღნიშნულ დარგში პოტენციალის მაქსიმალური ათვისება მოხდეს და მოხდეს მიზნობრივი განვითარება. სწორედ ამიტომ დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული აგრარული პოლიტიკა და სოფლის მეურნეობის სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის მნიშვნელოვანი ზრდა. Gazlierდება და განვითარდება სასოფლო სამეურნეო საკრედიტო და სალიზინგო სისტემები, მცირე და საშუალო ფერმერები უზრუნველყოფილი იქნებიან თანამშრომლობები. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში განავითარეთ ჩვენი საქმიანობა. აღებული თანხით შევძელით შეგვექმნა ახალი სალიფსიტე მეურნეობა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუკი გავაანალიზებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯებს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საშველი კოოპერატივების განვითარებაშია. ერთის მხრივ განვითარებული ქვეყნების სამაგალითო შედეგები და მეორეს მხრივ ქართველი ფერმერი, რომელიც ჯერ კიდევ სოციალიზმის მენტალობით ცხოვრობს და ელოდება, როდის იყიდის მისგან პროდუქცია სახელმწიფო და იზრუნებს მათი სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების მოვლა პატრონობაზე. რთული გასაგები არ არის, რომ მთავრობა და კერძო სექტორი სხვადასხვა ენაზე საუბრობს. ისწავლის მთავრობა ფერმერის ენაზე საუბარს, თუ ფერმერი მთავრობის ენას. ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება და დღეს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთო გაგება არ არსებობს. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთო გაგება ფერმერს, მთავრობას, საბანკო სექტორს, იურიდიულ და სხვა კერძო პირებს სხვადასხვა ენაზე ესმით, რაც ამ დარგში ბაბილონის გოდოლის შენების რეალობას ქმნის. დიახ, შეიძლება ვინმესთვის ესეთი ტიპის მიდგომა ცინიკურიც ყოფილიყო, თუმცა მე შევეცადე 2004-დან 2014-მდე მოკლე ანალიზი გამეკეთებია და სიმართლე გითხრათ გამიკვირდა 9 წლის განმავლობაში 8 მინისტრის ცვლილება სოფლის მეურნეობის დარგში, რომელიც
20 წელიწადზე მინიმუმ გაწერილ სტრატეგიას მოითხოვს, რომ ჩვენო ნარგავები დღეს შევიძინოთ და დარგოთ, 20 წლის შემდეგ უნდა მივიღოთ მისგან შედეგი, ანუ ჩემთვის წარმოუდგენელია. ერთ შემთხვევაში იქნებოდა წარმოუდგენელი. თუ კი დოკუმენტი იქნებოდა ზუსტად გაწერილი, რომელიც მეც თქვენს ნებისმიერ მომავალ და დღევანდელ მინისტრსაც ეცოდინებოდა როგორ უნდა წასულიყო, ამ შემთხვევაში მინისტრების ცვლა, პირობების შეცვლა შესაძლებელი, ლოგიკური იქნებოდა, რომ ნებისმიერი მოსული ბიბლიასავეთ აიღებდა სტრატეგიულ გეგმას და გაუყვებოდა ამას. თუმცა მე შარშან გადაცემა დავიწყეთ თუ არა, პირველი რაც გავაკეთეთ, მეცნიერთა საბჭოს მიმართეთ აკადემიას და ვკითხეთ და აღმოჩნდა, რომ სტრატეგიული გეგმა გრძელვადიანი არ არსებობს. არც დღეს არ არსებობს, გადავამოწმეთ ჩვენ ეს. თუმცა პროგრესი სახეზეა 50 მილიონიდან 263 მილიონზე ასული ბიუჯეტი. აი თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. დღეს სოფლის მეურნეობა საქართველოში საერთოდ აი ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, როგორც ფერმერებმა ვისაუბროთ. რა მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობა, ბადრი, მოკლედ რო ვთქვათ, ბატონ გივისაც ვკითხავთ და შემდეგ აი ჩვენი მოსაზრება დავუშვათ, ჩვენ ხშირად ვიცით რომ ეს არ მოგწონს, ის არ მოგწონს, მაგრამ იქნებ დავიწყოთ ის ეტაპი, როდესაც ჩვენ ვიტყვით, აი მაგალითად მე ვფიქრობ, რომ ესე ჯობია. აი თუ შეგვიძლია ჩვენ ვართ ამ ეტაპზე. ბატონ გიორგი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, არ არსებობს წინასწარ დაწერილი გეგმა. კარგია, რომ იმ გადასახედიდან რაც თქვენ თქვით, განვითარდა ის, რომ გაიზარდა ბიუჯეტი. თითქმის მაინც ერთ წერტილში ტრიალებთ, იმიტომ რომ გეგმა არ არსებობს, ყველა ახალი მინისტრი, ყველა ცვლილება ხელისუფლებაში, ყველა თავისებურად მართავს მერე სამინისტროს და ფაქტობრივად დღეს თუ პერსპექტიულია ერთი, ხვალე მეორე და ასე მინდა ვთქვა, რომ დაფიქრებული და დინჯი ფერმერი, რომელიც სახში ზის, ამას ამჩნევს. ამჩნევს და ისიც დიდად ვერ მიდის იმ გადაწყვეტილებაზე, რომ ან რამე შეცვალოს, ან რამე სიახლე უნდობლობის მომენტია. უნდობლობის მომენტია, კი ბატონო და როგორც აღარ აღნიშნეთ, ისევ იმ წერტილში დგანა. ის საბჭოთა პერიოდის ანუ კარგი წლების მოგონება, როდესაც საზრუნავი არ ქონდა, სად წაიღო ნამეტი პროდუქცია. კი ბატონო. თორე იმაზე უკეთესი, ანუ უკეთესის მოთხოვნა ალბათ ადამიანს ყოველთვის ექნება გასდა. ბატონო გიორგი, თქვენ რა სიტყვით, თუ გინდათ აი შევადაროთ, თქვენ ჩვენზე უფროსი ხარ, ბრძანდებით ასაკით და გახსოვთ ის წლებიც, ხო? შედარებაც რო გააკეთოთ დავუშვათ. მე ვიცი რომ ძალიან პროგრესირებულად აზროვნებთ და ვიცი თქვენი შედეგებიც, მიწის თხილის ხულოში მოყვანა, ალბათ ბევრს არც დაეჯერება რომ იმეს იდეაში მოსვლოდა და ეს გაეკეთებია, ბატონ გივის ეს გაკეთებული აქვს და სიუჟეტიც გვაქვს, ნაჩვენები. აი თქვენი გადასახედიდან რა იყო მაშინ კარგი, რა შეიძლება იყოს დღეს კარგი და საითკენ მივდივართ, ან საითკენ უნდა მივდიოდეთ, თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს. ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე რომ თქვა გულახდილად იტყვია რომ უკანი ხედებაო თუ არა და ჩვენ ტექნიკური პროგრესის წინაშე ვდგავართ. აი მაგალითად ომიანობის დროს, ომში 1941-45 წელს ხულოს რაიონმა არ იმიწყეს ეს ქობულეთის რაიონის ამხანაგი, რომ ხულოს რაიონმა გაიტანა ქედაც, შუახევი, ქედაც, ხელვაჩავის და ხულოს, ესა ქობულეთის რაიონის. გამოკვებას გულის. გამოკვებას, რით, კარტოფილით. ეხლა კარტოფილი ჩვენთან სოფელში ზოგიერთი ფერმერი და ვარქვათ იმას თუ მოსახლე კარტოფილის ყიდულობს. რატო? რიცხვი, რამ გამოიწვია? მაშინ ყავდათ აგრონომი. ბერიძე ყაიფური ამისთანა კაცი იყო, ცნობილი კაცი, ცნობილი აგრონომი და ფართობებზე დადიოდა და კარტოფილს როგორ უნდა გაეთოხნათ, როგორ უნდა მოეყვანათ და კარტოფილის ყვავილებს წააჭარეთ, თავებიო იძახი და ბატონო გივი, მაგაზე მოსავალიყო მოდიოდა. დღეს სამინისტროს მხარე არ არის და მე შევეცდები მცირეოდენი ადვოკატირება, ანუ სადაც სათქმელი აქვთ, მე გითხრათ. ამაზე მე გიპასუხებთ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში, იგივე როგორც ქობულეთში, ქედაში და შუახევში არის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურები, სადაც არიან სპეციალისტები და იხარჯება გაეროს განვითარების ფონდი, იხარჯავს ფულს, სამინისტროს ფული იხარჯება, ძალიან დიდი ძალისხმევა. ანუ გააქვთ ინფორმაცია ამის შესახებ? როგორც ბატონმა ქობულეთის რაიონში თქვა სადაზღვევო კომპანია დაზღვევა სახელმწიფოს აკეთებს დაზღვევას თუ გაგიფუჭდა მანდარინი მე
ფულში გადაიგიხდი, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, მაგრამ იგივე მდგომარეობა ჩვენთან ხულოში სანამდე ბრიგადირი არ მოვიდა და თავში არ ჩაგარდავდა, ასე ხო ვერ იქცევა. კარგად მუშაობენ ხულოს მუნიციპალიტეტში. მე ეს მათი მუშაობის სტილი აუღე და ეს ამას ვიყენებ ჩემთვის. ანუ თქვენ იყენებთ, თუმცა დანარჩენი ფერმერების დიდი რაოდენობამ ვერ გავუგო ჯერჯერობით, ამას დრო უნდა. ანუ სწორად იყო ხო სიუძეში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ ჯერჯერობით. რა თქმა უნდა. აი მაგალითად მე უბრალოდ მაგალითს მოგიყვან. მოტობლოკები რო შემოვიდა, განაწილებით იყო და უჭირდათ ხალხს კიდნა და მე რო ვიყიდე, ზოგმა თქვა, აი არ გამართლებს ქვიანია, ზოგმა იგის თქვა, რომ ჩვენ მხარეზე ხულოსან ხიხაძირისკენ ასფალტის გზა არ შეიძლება რომ გაკინავსო, მაგრამ ხო შეიძლება და კარგად დადის ახლა ასფალტი სადაც გაკეთა, რაც არ გაკეთა ეს ხომ ხელს გვიშლის ჩვენ. ისეთი მოტობლოკები მაგალითად ეხლა ხარი აღარ უნდა შენახო, ესე იგი 6-7 თვის განმავლობაში ბაგურიკებაზე ყავს ხარები. ხო და ამით ხნავს ყანას კაცი და ეხლა მოტობლოკებმა გაუმჯობესა ძალიან გაგვიოლა საქმე. თუმცა მაინც ამბობთ რომ ხულო იმდენ კარტოფილს ვეღარ აწარმოებს, ვერ აწარმოებს, იმიტომ რომ ჯერობით ძალიან დიდი პრობლემებია. მაგალითად, სათიბებად გადაიქცა ეს კარტოფილების მოსავალი სადაც კერძოდ ვიტყვი ხარბალი ჭარას მეძახით ჩვენ, სადაც მოხვი მოსავალი ტონობით 1000-ობით ტონა კარტოფილი მოდიოდა. კი ფიქრიათ იმაზე რომ კარტოფილი საერთოდ არ ვაწარმოოთ ხულოში? არის ეს ვარიანტი დაუშვათ. რატო უნდა ვაწარმოოთ ხულოში კარტოფილი, თუ კი ახალციხეში ვიყიდით დაუშვათ ამ საკითხმაც დიდად ხელი შეუშალა კარტოფილის წარმოებისა. ანუ ყოფილა ესეთი მოსაზრება, ხო? იყო მოსაზრება თურქეთიდან შემოდანი კარტოფილები. წელს რომ თურქეთიდან აღარ შემოვიდა კარტოფილი, ცოტა ფასმა მოიმატა და ვიღაცა დაინტერესდა. ეხლა მაგალითად ხულოს მუნიციპალიტეტში განცხადება მე გამატანა ხიხაძირიან მცხოვრებმა რომ გამომიყოს ტრაქტორი მთაში იმასე ხარბაჭარში საძოვრებში რომ მოხნას საკარტოფილო ადგილი და მოიყვანოს მოსავალი. ამით გაუმჯობესებს მის ეკონომიკას და თურქეთში აღარ წავა სამუშაოდ კაცი. მაგრამ ამასობაში მოგვისწრა ამიტომა თოვლმა და ყველაფერი ჩაგვეშალა. თუ არა ვეხმარებოდი, მე თვითონ ვეხმარებოდი და რესანა ჩოგაძემ თქვა დიდი სიამოვნებით გამოგიგზავნი ტრაქტორს და დავხნათ ეს ფართობიო. იმან რომ ეს ფართობი დახნას გექტარი 2 გექტარი რო დახნას ხო დიდ მოსავალს მოიღებს აიღებს და ამით გაუმჯობესებს თავის საქმეს. კი ბატონო, მე მესმის თქვენი მოსაზრება, თქვენ გულისწყრივის გამოხადავთ რა მიმართულებით არის პრობლემა, რა მიმართულებით არ არის პრობლემა. მე როდესაც თქვენ გისმენთ, თუნდაც ბადრის, თუნდაც თქვენს, გამომაქვს ჩემთვის აი მოსაზრება და გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს ისევ და ისევ სისტემა. აქაც ორი მიმართულება შეიძლება ჩვენ ვიძახოთ, რომ დღეს კაპიტალიზმში, დემოკრატიულ წყობაში, თავისუფალი ბაზრების პრინციპებში ყველა ფერმერმა თავისით განვითარდეს, რომ ის არის დამოუკიდებელი, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრი არის, მაგრამ შემიძლია ვამტკიცო ეს აზრი, რომ სისტემის გარეშე, რომლის ნაწილით ჩვენ თუ არ გავხდებით, ვერც მე კარტოფილე იქნება ხულოში, ვერც მე ციტრუსე ქობულეთში და ვერც მე მწვანილე ხელვაჩაურში. იმიტომ რომ თუ კი ჩვენ რაღაც სისტემიდან არ ვღებულობთ ინფორმაციას, რომ წელს რაზე იქნება უფრო მეტი მოთხოვნა, რომელი მიმართულებით შეგვიძლია გავწიოთ კონკურენცია. ანუ კლასიფიკაცია უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის, ხო? ვიღაც სისტემა და ეს ვიღაც უნდა იყოს ალბათ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბადრი, იმიტომ რომ ფერმერი ამ სამუშაოს ვერ შეასრულებს, ხო? თავისთავად, გიორგი, ეს უნდა იყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან რა ვიცი დეპარტამენტი და არ ქვით რაღაც სამსახურები უნდა მუშაობდნენ ამ თემაზე და კიდე მის მინდა დავამატო ახლა ლაპარაკობთ რომ წინასწარ შეიძლება ყველაფერი არ იყოს გათვლილი ვერ გათვალოთ ზუსტად ის ჭარბი პროდუქციაც მოვიდეს და ამ მომენტში უნდა იყოს აქაც უნდა იყოს დაზღვევა რომ ჭარბი პროდუქცია იმ ფერმერმა არ იზარალოს ნუ იმაზე თვითღირებულებაზე ქვემოთ არ გაყიდოს თუ გინდ ამ მომენტში რაღაც ეტაპზე არ ვიცი სახელმწიფო თუ რაღაც ჩაერევა იმდაგვარად რომ მისთვის საზიანოდ ახლა იქ არის მე მაგალითად თქვა ციტრუსი ავიღებ საბერძნეთში ზედმეტ პროდუქციას საბერძნეთის ქვეყანა მაინც ყიდულობს თუ მოდის ზედმეტი ციტრუსი მას თავისი კვოტა აქვს რაც უნდა გაიტანოს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ის მეც ყიდულობს ნაკლებს ავსებს სხვა ქვეყნებში ასე უნდა იყოს მე კარტოფილებთანაც სხვა პროდუქტებთან არა აქ მარტო ციტრუსზე ლაპარაკი. ანუ მივდივართ მე მგონი ისევ სისტემაზე რომელიც ნუ არ ვიცი თუ არსებობს მე ყოველ შემთხვევაში მე დღეს ჩემთვის სამინისტრო როდესაც მესმის პირობითად სამინისტრო თუმცა რასვერჩი ძალიან კარგად მუშაობენ იმ ფარგლებში რაც აქვს ბიუჯეტი და რა მიზნობრივი პროგრამებიც აქვს შემუშავებული, როდესაც მესმის სამინისტრო გაიგივება ხდება რაღაც მიზნობრივ პროგრამასთან, ნახევარფაში გადმოცემულ რაღაც ტექნიკასთან, რაც კარგია, ცუდი არ არის, მაგრამ ინტელექტი
სოფლის მეურნეობაში რაღაც მიზნისკენ სვლა, ბაზრების ძიება, ანუ ის ლომის წილი სამუშაო, რომელსაც ფერმერი ვერ შეასრულებს. მე მესმის, რომ ფერმერული კოოპერატივები გაცილებით უფრო მეც გააკეთებენ, მაგრამ არ ვიცი, ბადრე, ეს ჩემი მოსაზრებაა და მაინტერესებს, რას ფიქრობთ თქვენ ამ მიმართულებით. გიორგი გრაგორაიცი, კოოპერატივებიც რაღაც ეტაპზე კიდევ იმ პრობლემასთან დადგება, რაც თქვათ, სათითაოდ ფერმერიდან. ისიც გაერთიანება შექმნის რაღაც ერთობლივ პროდუქციას და იქ უკვე რაღაც ეტაპზე სახელმწიფოს დახმარება, სამინისტროს ხელშეკრულებები ამაში მხარდაჭერა დასჭირდება და კიდევ იმ წერტილთან მივალთ ჩვენ. რაღაც ეტაპამდე ჩვენ შეიძლება ამ კოოპერატივებით წინ წავიწიოთ. მაგრამ აქ კიდე გავჩერდებით. მე არ ვამბობ, არც მე ვიტყვი, რომ სამინისტრო არ მუშაობს თავის ხრივ მუშაობს, მაგრამ რაღაცა უნდა შეიცვალონ. რატომღაც მგონია ისინიც იმ წრეზე ტრიალებენ, რაც მოდის ძველი დროიდან. ისინიც წრეზე ტრიალებენ. გამოვიდნენ და იმ სამკუთხედიდან ან აი რატომ ქონდა ზუსტად ეს აქცენტი აღებული, რომ თითქოს სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ესე ვთქვათ, ერთი დიდი ოჯახი ვართ, მაგრამ ვერ ვუგებთ ერთმანეთისთვის ვაკეთებთ, თან სამინისტრო ფერმერებისთვის აკეთებს, ფერმერები საერთო სიკეთისთვის ვაკეთებთ რაღაცებს, მაგრამ საერთო ჯამში რაღაცას მაინც ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ოფიციალური პირები განაწყენებული არიან, რომ ჩვენს ფერმერებს არაფერი არ ესმით და ვერ გებულობენ და მაინც არის ეს დამოკიდებულება, ხო? ფერმერებიც პირიქით ამ თავრობიდან არაფერი არ გამოვა, მაინც არა და ფული იხარჯება ბიუჯეტის ფაქტორია. უნდობლობის ფაქტორია. აი საითკე რა უნდა გაკეთდეს რომ ნდობა აღდგეს? საით უნდა წავიდეთ ბატონო გიორგი? თქვენ მეტი გამოცდილება გაქვთ? თქვი და კიდევ ვიმეორებ რომ ეს ერთ დღეზე არ გაკეთება, უცბად ერთი ხელის დაკვირით არ გაკეთება, ეს თანდათანობით უნდა შემოვიდეს. ეხლა მაგალითად კი, მაგრამ წელიწადში ერთხელ რომ ახალი მინისტრი მოვა, გვეტყვის რომ თავიდან უნდა დავიწყოთ ეხლა. მე წეღარო ვთქვი, მე მაგალითად მოტობლოკები რო შემოვიდა, პირველად სკეპტიკულად როგორ უყურებდით და არ ივარგებს, არ გამოდგა. ეხლა რომ გამოდგა, ყველას ჭირდება რომ მაგი გქონდეს და გამომჯობებს ეს საქმე. ასეთივე კარტოფილზე, ასეთივე სიმინდზე, ასეთივე. მე ეხლა მაგალითად პირადად მე მრავალწლიანი ნარგავი, რომელსაც შანტლერის ჯიშის კაკალი ქვია. შანტლერი ხო კაკალი? შანტლერის ჯიშის კაკალი. მიზნობრივი პროგრამის შედეგი. პროგრამით. დიახ, რა თქმა უნდა, თანადაფინანსებით მომცეს ვახარი, მაგრამ ეს ხომ ჯერ არ ვიცი მე რომ ეს 5 წლის შემდეგ 5 წელიწადში ის მოსავალს რა მოსავალს მომცემს და საწავიღო ბაზარზე როგორ გავყიდი და როგორი შემოსავალი მექნება მე ხომ ვერ ვაიძულებ ჩემ მეზობელს ვერ ვეტყვი აუცილებლად აღარ დათესო სიმინდი კარტოფილობი გააკეთე კაკალი გარანტია მე ხომ არ მაქვს რა მე მივდივარ რისკზე მივდივარ მე ეს რისკია ხომ არც დაზროვა არ არსებობს ამისთანა რომ 5 წლის შემდეგ დაზროვა გამიკეთოს ამაზე მოვა თუ არ მოვა ამდენად ძალიან ყველაფერი თანდათანობით დიახ ანუ პერიოდულად მივდივართ მე გეთანხმებით ამ მოსაზრებაში რომ მივდივართ ერთ ადგილას გაჩერებული ვართ და საერთოდ არაფერი არ იცლება ამას ვერ ვიტყვით მაგრამ ძალიან პატარა ნაბიჯებით და დღევანდელ 21 საუკუნეში ესეთ პატარა ნაბიჯების გადადგმა მე ვფიქრობ რომ ცოტა შენელებულია იმიტომ რომ სინათლის სისწრაფით ვითარდება მთელი პირველი ბლოკი დასასრულს მივახლდა ბატონო მადრი და მინდა რომ შეაფასოთ მოკლედ ანუ თქვენი მოსაზრება და იმედი თუ შეიძლება ესე ვთქვათ და შევეცადოთ რომ პოზიტიური იყოს ის ნუ პოზიტიური იქნება მაინც ფერმერია გლეხია თუ ისა ყველა იმედი ცხოვრობს და არავის ამ უიმედობით არც კარტოფილის თესვა შეუწყვეტია არც თქვა ციტრუსი აუჩეხია არ ვიტყვი ერთეულებზე ძირითადად ხალხი მაინც თავის საქმეს აკეთებს, შრომობს. ჩვენ გვინდა საერთო ჯამში ახლა რაც ვილაპარაკეთ და ერთი მინდა ეს დავამატო, იმედი ახლა ევროკავშირში გავწევრიანდებით ალბათ ბოლომდე და ჩვენ ევროპის ბაზარზე უკვე უნდა იყოს ხედვა იმისთანა, რომ ამ გზით თუ ჩვენ გავაგრძელებთ, იქ ჩვენთვის ცარიელი თავისუფალი ადგილი აღარ დაგხვდება. ჩვენ თუ არ ვიაქტიურებთ რაღაცა სიახლეები. ნუ სავარაუდოდ ჩვენი ბაზრები შეივსება ევროპული კი ბატონო, ეს თავისთავად პროდუქცია. და ამიტომ უფრო რა ვიცი, უფრო მეტი აქტიურობა და მეტი დიდი მადლობა ბადრი მე ვპირდები რომ მინიმუმ 10 თვის განმავლობაში ეს სეზონი ფერმერი აქცენტს აიღებს უფრო ფერმერებზე, ისედაც იყო ფერმერებზე, მაგრამ უფრო მეტად იქნება დატვირთული ფერმერების მიმართულებით და ნაკლებად ოფიციალური პირებით. ბატონო გივი რა შეუჩის ფერმერებს? მაგალითად ფერმერებს რა უჩის პირველ რიგში დახმარება. კი არ გვჭირდება, კი არ ვთხოვთ ფირმას დახმარებას, ყველამ თავის საქმე აკეთოს. მაგალითად, საგზაო დეპარტამენტმა გზა გაგვიყვანოს, ჩვენ გზა გქონდეს, რომ ქალაქთან ახლო კავშირი და მცირე დროის განმავლობაში გადამოვიტანოთ ეს ანამეტი პროდუქტი. გზა პირველი.
შემდგომ დანარჩენი ინფრასტრუქტურა მოგვარებული, როცა ყველაფერი მოგვარდება, ჩვენც კარგად გვიქნება ბაზარის და გასაღებაც და დიდი მადლობა ბატონო გივი, ჩვენ სეზონს ვაგრძელებთ და კონკრეტული თემებით შემდეგ გადაცემებში უკვე შევხვიანდებით და გავაგრძელებთ. მე ვარ ფერმერის პირველი ნაწილი დასრულებულია, მეორე ნაწილში ჩვენ სტუდენტები გვყავს სტუმრად, ახალგაზრდობას ვკითხოთ, რას ფიქრობენ სოფლის მეურნეობის შესახებ, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სტუდენტები, აგრონომები, რამოდენიმე წუთში შემოგიერთებით პირდაპირ ეთერში. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, დაპირებული სიუჟეტი მესაქონლეობაზე და შემდეგ სტუმრებთან განაგრძობთ საუბარს. წლების წინ ფასანიძეების ოჯახი ბუნებრივი კატაკლიზმების გამო იძულებული გახდა ხულოს მუნიციპალიტეტიდან წალკაში გადასახლებულიყო. 9 წელიწად ვიყავით იქ სახლი ვიყიდეთ და მე ნაკით სახლიდან გამოგვაგდეს. კაცმა მოკვიდა, ქალმა შეგვედავა. საქონელი ყავდა და საქონელი ცხოვრობს. ყავდა 50 სულამდე, მე რა ვიცი 50 სულამდე ავათავით და მე გავყიდეთ და სახლი ვიყიდეთ და ჩამოვედით აქ. ყველს ვაკეთებდით და ვყიდით ყველს. ხან თბილისში, ხან მოდიოდნენ იყიდით, მე რა ვიცი ყველანაირად. ეს ფული იქ გავაკეთეთ წალკაში ვიმუშავეთ. როხა რომ აკავდეს ისე ვერ იცხოვრება, ჩვენ მე ვიცხოვრებ, ხელფასი არ ვარ და რამეში არ ვარ. წლების შემდეგ შრომის შედეგად დაგროვილი ქონების გაყიდვით ოჯახმა შეძლო მშობლიურ კუთხეში სახკარის შეძენა და დაბრუნება. ტრადიციული საქმიანობა ფასანიძეების ოჯახმა გადმოსახლების შემდეგ სოფელ ახალშენშიც გააგრძელა, რადგან მეცხოველეობა ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა. დილის 8 საათზე ვდგებით. მერე შევდივართ, ვასუფთავებთ, ძროხებს ვაჭმევთ, საკვებს ვადლებთ. ნუ ქატოსაც, ფორმას, ბალახსაც. მერე ვწველით და წაგვაქვს ქარხანაში ვაბარებთ რძეს. ჩვენი ოჯახისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ მუშაობა მეტი სჭირდება. აპარატი რამე იქნებოდეს, რა თქმა უნდა, ადვილია ეს მუშაობაც ჩემთვისაც და ყველასთვის ოჯახის წევრებს. 5 ძროხის მოწველას 1 საათი მაინც სჭირდება. ბარაქიანია ოჯახისთვის, იმიტომ რომ ვაბარებთ, სხვა რა ვესყიდულობთ, არ გვინდა და სახში ოჯახში გჭირდება, სახში შემაქცე და ვამუშავ. 42 წლის სულიკო ფასანიძე ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა შესაბამისი ანაზღაურებით არ გამოირჩევა, მაგრამ სახლთან ახლოს ძის მიმღები პუნქტის არსებობა საკმაოდ მომგებიანი და კომფორტულია. ნაზი! ელგუჯა ბარამიძე რამოდენიმე წელია რძის გადამუშავებას ეწევა. იდეა ბაზრობაზე შებოლილი ყველის ნახვის შემდეგ გაუჩნდა. ამბობს, რომ დღეს მისი ნაწარმი საკმაოდ ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთაა. მისი მომსახურებით 150-მდე ფერმერი სარგებლობს. დავიწყეთ 15-20 ლიტრ რძე გადმოვიტანე მეზობლიდან და ჩვეულებრივად საცდელად რა დავიწყეთ ამის კეთება. ნელა-ნელა მე უკვე დავიწყეთ ხოფაზე 1-2 ადამიანი ნახე რომ ჩავაბარე რაღაცა და მე უკვე დავრეგისტრირდი ინდმეწარმეზე. ნელა-ნელა დავიწყეთ მუშაობა ერთი ცოტა ხა თავიდან გაუჭირდა მუშაობას 150 litrას ვამუშავებდი დღეში რა. შემდეგ ისევ გადავწყვიტე რომ თქვა 5 სული საქონელი ჩამომეყვანა მე თვითონ ყოლოდა რა 150-200 ლიტრა რომ ჩემი რძე მქონოდა თქვა ჩემი საქონლის და ჩვეულებრივად გამეტანა ქსელში. წალკიდან ჩამოვიყვანე 5 სული საქონელი, მაგრამ ამ ჩვენ პირობებში არ გაამართლა და ჩვეულებრივად მე უფრო დავიწყე მოსახლეობიდან რა, რძის მიღება ვღებულობდი რძეს, ჩვეულებრივად ფორმაურს ვაკეთებინებდი, რაც რო აუცილებელია და სურსათის უნებლობა ეთხოვდა. დაახლოებით მე 5 წელია მუშაობთ ეხლა. დაბკოლებები და ეს პრობლემები ყოველთვის ჰქონდა რა, იმიტომ რომ ეხლა არა ეს ჩვენი სახელმწიფო ისე გამართულია ეს გლეხების მიმართ თქვა თუ რაღაცა რომ თქვა ადამიანთან თანადგომა ქონდნენ რა, ეს თქვა 5 წლის განმავლობაში
თვითონ ჩემი რესურსებით რა ბანკი გამევიტანე, სესხი გამევიტანე, რომ ეს ქსელი გამეზარდა. ბანკებს როგორ არ მიმართე 2 წლის უკან აგროსესხის ციკლი რო დაიწყო, ჩვეულებრივად მივედი ბანკში, უთხარი ესე ვაწარმოებ, ზესღებულობ, შენი საქონელი უნდა გყავდესო ეს აგროსესხშო არ გადისო ეს წარმოებაო და არ მომცეს რა ესე მე ბიზნეს სესხი გამევიტანე და დღესდღეობითაც ბიზნეს სესხი მაქვს გამოტანილი და იმით მუშაობ. სამომავლოდ ვაპირებ ახლა გამოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ი, რომელმაც დონორი ქვეყანიდან 65% დაფინანსება შემომთავაზა და სამომავლოდ ვაპირებ გაზრდას რა, წარმოების გაზრდას. საწარმოს ახლა ამჟამად დაახლოებით არის 150-200 ფერმერს რო თქვათ სარგებლობს ამ რძის ჩაბარებით. სამომავლოდ საწარმო რო გაიმართება და აშენდება ეს საწარმო დაახლოებით 300-400 კაცს მოიცავს ეს ჩემი წარმოება რო თქვათ 400 ადამიანიდან მივიღო რძე და ვაწარმოო ჩვეულებრივად ეს შებოლილი ყველი, სურგუნი ყველი და რაც შეეხება რძის ნაწარმი. სოფლის მეურნეობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული დარგია, აცხადებს საქართველოს მთავრობა, თუმცა ელგუჯა ბარამიძეს და სულიკო ფასანიძეს ამ განცხადების შინაარსი არ შეხებია. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ელგუჯა ბარამიძე ჯერ კიდევ ბიზნეს სესხით სარგებლობს, რომელიც მაღალი საპროცენტო განაკვეთითა და არც თუ ისე სახარბიელო პირობებით გამოირჩევა, რადგან აღმოჩნდა, რომ ბანკის მოსაზრებით რძის მიღება, გადამუშავება, ყველის წარმოება სოფლის მეურნეობის სფეროს არ მიეკუთვნება. იმედია საბანკო სექტორის წარმომადგენლები ნახავდნენ ამ სიუჟეტს ან ვინმე გადასცემს მაინც. მოგესალმებით სტუდიაში სტუმრობისთვის დიდი მადლობა. მიუხედავად ესეთი მდგომარეობისა სოფლის მეურნეობაში მე ვფიქრობ რომ თქვენ მაინც პოზიტივით ხართ განწყობილი ამ დარგის მიმართ. მე მარიამიდან დავიწყებ, რატომ აირჩიე რომ ყოფილიყავი აგრონომი? პირველი ესეთ შეკითხვა მექნება შენთან. პირველ რიგში მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის აჭარის ტელევიზიას. ამ კითხვაზე ორი პასუხი მაქვს. პირველი ეს არის ჩემი დამოკიდებულება ფლორისა და ფაუნისადმი, ხოლო მეორე ეს არის კადრების სიმცირე. ანუ მე შემიძლია, როდესაც დავამთავრებ უნივერსიტეტს, თუ კარგად დავამთავრე და წარმატებით, სამსახურის თაობაზე არ მექნება პრობლემა. არ გამიჭერდა. ანუ შენ გაიანალიზე, ეს ძალიან იშვიათად ხდება და მე ძალიან მოხარული ვარ. ალბათ აგრარულ შირდ როცა ადამიანი აბარებს, გაცილებით უფრო გააზრებული აქვს, ვიდრე დაუშვათ სხვა სასწავლებელში ეკონომიურზე ან იურიდიულზე, იმიტომ რომ პიკი იყო ყოველთვის ბოლო წლების განმავლობაში და თქვენ ალბათ უფრო კარგად გაქვთ გააზრებული. იფიქრენ დაუშვათ სად წარმოგიდგენია რომ იმუშავებ კერძო სექტორში, საჯარო სექტორში, თუ გაქვს დაფიქრი? დიახ, როდესაც ადამიანი აკეთებს ასეთ გადაწყვეტილებას, რაც ეხება პროფესიის არჩევას, ვფიქრობ, რომ კარგად გაანალიზებული და უკვე მოფიქრებული უნდა ჰქონდეს და უნდა წარმოედგინოს საკუთარი თავი მომავალში. მე დიდხანს ვიფიქრე ამ გადაწყვეტილებაზე და ვფიქრობ, რომ სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება. ბევრს უყვირს გოგო აგრარულ სფეროში, მაგრამ დამიჯერეთ ეს არ არის მე მივესალმები და მე ამაყება რომ ხარ დღეს ამ ფაკულტეტის სტუდენტი, თუმცა მე ვიყავი გადაცემა 2 წლის წინათ, როდესაც დავიწყეთ გადაცემა მწვანე კონცხის ეგრეთ წოდებული სასწავლებელში. დიდი ბოდიში ყველას და გეწყინებათ თუ არა დიდად ალმაღელვებს საშინელი მდგომარეობა ვნახე, იმიტომ რომ აქ შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმაც მიიღოს ადამიანმა ამ შენობის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ხედი და ძალიან კარგი ბუნება გაქვთ, ნუ შენობას ვერაფერს ვერ ვიტყვი. გმირები ხართ, თუ კი აქ სწავლობთ ისევ და ასევე მაინტერესებს რამდენად კარგი განათლების მიღების შანსი გაქვს შენ დღეს. ძალიან კარგია რომ გააზრებული გაქვს მოთხოვნადია გეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენ დღეს სპეციალისტები არ გვყავს, მით უმეტეს ახალგაზრდა სპეციალისტები, რამდენად მიიღებ შენ ისეთ განათლებას, რომ მე როგორც დამსაქმებელმა შენთან დავიჭირო საქმე საქმიანი. მიუხედავად იმისა, რომ დამრჩა 2 წელი, ვფიქრობ, რომ ნორმალურად დავამთავრებ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არის პრაქტიკის სიმცირე. ჩვენ არ გვაქვს პრაქტიკა, ჩვენ უფრო შემოვიფარგლებით თეორიით. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოეწყოს ლაბორატორიები, ასე უფრო ხარისხიან განათლებას მივიღებთ ჩვენ.
სტუდენტები. ანუ პრაქტიკის მიმართულებით. ლაშასთან ესეთ შეკითხვებით არ გადავალ, რომ ლაშასთან უკვე გქონია ურთიერთობა და ავკითხავ რატო აირჩი ეს პროფესია. პირდაპირ მინდა გკითხო ლაშა, აი ახალგაზრდების გადმოსახედიდან რა. ხშირად მე ნაკლებობა მაქვს ახალგაზრდების ამ სფეროში და ამის გამოსწორებას ვაპირებთ ამ სეზონში აუცილებლად უნდა ჩაერთოთ თქვენ სტუდენტები. აუცილებლად თქვენ გაგეთმობათ ჩვენს გადაცემაში რუბრიკა დრო ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ საკითხში და თქვენ უნდა მოამზადოთ გადაცემებით. თქვენ ხართ აგრარული სფეროს მომავალი ჩვენი ქვეყნის. მით უმეტეს რომ სტრატეგიული დარგია სოფლის მეურნეობა ჩვენი ქვეყნისთვის. რა მდგომარეობაშია დღეს სოფლის მეურნეობა, რა წინააღმდეგობებს ხვდები და შენი მოსაზრება საერთოდ რას ფიქრობ პროფესიის შეცვლა ხო არ გიფიქრია? დიდ მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ აქ მოგწონებსეს, სასიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა და პირდაპირ გადავალ თემაზე. პროფესიის შეცვლასთან დაკავშირებით არ ვფიქრობ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას ვჭირდებით მომავალი აგრონომები, ახალგაზრდა აგრონომები, თანამედროვე ტექნოლოგიებით შეძენილი და აუცილებლად უნდა დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ფერმერებს, გლეხებს, საზოგადოებას, რათა წინ წამოვიდეს ჩვენი ქვეყანა, აგრარული ქვეყანა მოგეხსენებათ და დავიწყოთ ამაზე მუშაობა. იმედია პოლიტიკაში წასვლას არ აპირებ, ხო? პოლიტიკაში წასვლას ჯერჯერობით არ ვაპირებ, თუმცა მომავალში რა იქნება ამაზე. თორე ისეთი განცხადება გამოგივიდა, მე ვფიქრე ხვალ უკვე კენციხლი სადმე რომელიმე მაჟორიტარად. აი კარგია ეს მიმართება. მე გეთანხმებ, იმიტომ რომ აგრარული სფერო ისეთი აქ თუ პატრიოტიზმის გრძნობაც არ გაქვს, ძალიან რთულია ესეთენ რთულ სფეროს ემსახურო მით უმეტეს თქვენი პროფესიით. აი რა მდგომარეობაში ვართ დღეს ჩვენ და რა პერსპექტივებს ხედავ შენ ამ დრო? დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ არც გაჩერებულია და არც წინ მიდის. წინა გამოსვლებმა კარგად თქვეს, რომ კუსნაბიჯებით მივიწევთ სოფლის მეურნეობაში, რაც ცუდია და ეს გამართლებულია. ანუ შეიძლება ვინმე გითხრას, რომ ეს სოფლის მეურნეობაა, გინდა თუ არა კუსნაბიჯებით უნდა წავიდეთ. ეს მართალია? ნაწილობრივ შეიძლება იყოს მართალი, მაგრამ მართალი შეიძლება იყოს იმ მხრივ, რომ არსებობს ხეხილოვანი კულტურები, რომელსაც დაკვირვება ჭირდება, დრო უნდა მაგალითად ხეჭეჭურის ხეს უნდა 10 წელი რომ ისგან ნაყოფი მიიღო. შესაბამისად ამას არ გამიგია სადმე ხეჭეჭურის პლანტაციების გაშენებას. მე მაქვს ერთი ძირი და ვაპირებ რომ მომავალში დავიწყო ამაზე მუშაობა. და რაც შეეხება სწრაფ განვითარებას, ჩვენ გვაქვს უკვე ეს ტექნოლოგია, სასათბურე და ბიომეურნეობების გაშენება, რაც ძალიან ადვილი და ამაზე მუშაობა შეუძლია დღევანდელ ფერმერებს აგროსესხებით, სახელმწიფოს დახმარებით და აქვე მინდა ვთქვა რომ ფერმერებმა უფრო მეტად გააქტიურდნენ, შეაწუხა მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა ეს დაწესებულება, ვისაც ეხება ეს და დროული ინფორმაცია მიიღო და დაიწყო. ანუ შენ ძალიან კარგ თემას შეეხებ, მე ესეთ შეკითხვას დაგისმევ. როგორ ფიქრობ, ფერმერი უფრო აქტიური უნდა იყოს, რომ მოსთხოვოს სახელმწიფოს ის რას უნდა, თუ სამინისტრო უნდა იყოს უფრო მეტად გამცემი, დამხმარე, ანუ როგორ მიდგომას უფრო გამართლებულად მიიჩნევ. უპირველეს ყოვლისა, შემდგომ ხალხმა უნდა დაიწყოს ფერმერის ენაზე საუბარი, როგორც ჩვენ წინათ ვახსენეთ და ეს აუცილებლად. თუ ჩვენ არ ვისაუბრებთ ფერმერების ენაზე და თუ ჩვენ მათ გულის ტკივილს ვერ გავიგებთ, ვერ აღვიქვავთ, შესაბამისად საქმე არ გამოვა. სინთეზი უნდა მოხდეს ამ ორი საზოგადოებისა, რადგან საქმე გამოვიდეს. რადგან ეს საქმე აგრონომია მოითხოვს სიყვარულს, მიზანდასახულობას და შრომას. და თავარია რომ შრომა, უხჩაუხრელი შრომა და შრომა ის. ანუ პოტენციალი არის ჩვენში, შენ ფიქრობ. მარიამ, თქვენს გარდა მე ერთ-ერთი პროფესორი დამხვდა, როდესაც თქვენთან სასწავლებელში ვიყავით და ესეთი ძალიან ბოდიშიც მოვიხადე ამ შეკითხვისთვის, მაგრამ მაინც დავსვი. მაინტერესებდა ბავშვების ახალგაზრდობის მიდგომა თვითონ ამ დარგის მიმართ. ანუ ვინც სწავლობს იმათ უყვართ, აინტერესებთ, მოითხოვენ პროფესორ მასწავლებლებისგან თუ მიღებული პრაქტიკაა დაუშვათ, რომ შეიძლება უფრო იაფი იყოს აქ სწავლა და დიპლომოთ რომ არ ვიყო, ამიტომ მქონდეს ეს დიპლომი. როგორი განცდა, მიდგომა როგორია ბავშვებში? მომავალ წელს, ანუ გასულ წელს ჩაირიცხა ჩვენთან პირველ კურსზე, როცა ვიყავი მე 55 სტუდენტი, წელს მე პირველი კურსი არის 44 სტუდენტი. ვფიქრობ, დაინტერესება საკმაოდ მაღალია ალბათ, იმიტომ რომ აქვთ გააზრებული რა იქნება მომავალში და რა არის ეს პერსპექტიული. რა თქმა უნდა, სტუდენტების დაინტერესება არის დიდი, რადგან ეს სემინარებს ამზადებენ, ლექციებს ასტრახავენ, ესე ვთქვა. არა, ლექციების სწრახვა ჩვენთან არ ხდება, იმიტომ რომ ეს არის ინტერესის სფეროს წარმოადგენს მათთვის. ვამზადებთ ასე სოფლის მეურნეობის ინოვაციები გააქვთ ესეთი ლექცია ან რაიმე, დაუშვით განიხილავთ ხოლმე თანამედროვე მიდგომებს სოფლის მეურნეობაში, აი რა, ძირითადად რა სწავლობთ საერთოდ?
ლიტერატურას ესერე კავშირისას ვიყენებთ, ქართული რაიმე გვაქვს მაგასთან დაკავშირებით. ზოგადად საუბრები გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მაგრამ უშუალო შეხება არ გვაქვს ამ ტექნოლოგიასთან, იმიტომ რომ ჩვენ უკვე 3 წელია სტუდენტი ვარ და იმას ვთხოვ, ამ თანამედროვე ტექნოლოგიასთან შეხების საშუალება გქონდეს. ის თანამედროვე ბიბლიოთეკა თეორიულად იცით რომ სადღაც თეორიულად სათესი აპარატი არსებობს, ხო? თეორიულად ინტერნეტ მასალების მოძიების ნიადაგზე, ლექტორ მასწავლებლების დახმარების ნიადაგზე სრულ ინფორმაციას გვაძლევენ, სრულიად ხარჯებიან, მაგრამ პრაქტიკის სახით არაფერი არ აქვს. ლიტერატურასაც შეეხება, ლიტერატურა შეიძლება იყოს მოძვლებული, მაგრამ კარგად გამოცდილი და დანერგილი საქართველოში, რაც უმთავრესია, ანუ გამოცდილი რაც არის და უკვე დანერგილი და კარგად ამყარებული რაც არის ამ ქვეყანაში ამ გარე პირობების მიმართ, ის უნდა შეისწავლოს და ის უნდა გამრავლოს და მოიყვანოს და მე ვფიქრობ, რომ ეს ლიტერატურა შესაბამისია ჩვენს განმოპირობებთან და თანამედროვე ტექნოლოგიები თუ დაენერგება, ჩვენს ლექტორანტურასაც მოვთხოვთ, რომ რაც შეიძლება ლაბორატორიებით აღჭურვონ და პრაქტიკები, სამეურნეო საველე პრაქტიკები ჩაგვიტევონ და ერთი პატარა სასათბურე მეურნეობა მაინც გაგვიკეთო, რომ მასში ჩვენ დიახ, სასათბურე მეურნეობა არა გვაქვს, ახლო მომავალში ჩვენ ვაპირებთ ბიომეურნეობის დაფუძნებას, საიდანაც უკვე გამოგვეხმარეს თბილისში არსებობს ასეთი ალკანა, საიდანაც ჩვენ ხარს დაგვიჯერენ ისინი და აქტიურად დავიწყებთ მუშაობას და იქ გვექნება როგორც ხეხილოვანი მრავალწლიანი კულტურები, ასევე ერთწლიანი კულტურები. ჩვენ დრო ძალიან ცოტა გვრჩება, მე ვფიქრობ, რომ თქვენსგან იქნება მონდომება თანამშრომლობის შესახებ, თქვენ კიდევ დააინტერესებთ სხვა ახალგაზრდებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს შეიძლება იყოს მექანიზაცია, მცენარეთა დაცვა, ნებისმიერი მიმართულება სოფლის მეურნეობის, სატყეოდან ეკოლოგები, ყველა ვინც საჭიროა და მე გთავაზობთ, რომ ჩვენ დავირაზმოთ ყველამ ერთად და ჩვენ მოვიფიქროთ, არ ველოდოთ ვიღაცის მოფიქრებულს, გაკეთებულს, ჩვენ დავიწყოთ და პარალელურად შეიძლება ვიღაცებმა გამოთქვან სურვილი, რომ დაგვეხმაროთ. თუ კი მზაობა იქნება, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მე ვარ ფერმერის ეთერი და მაქსიმალურად მოგცეთ საშუალება, რომ თქვენი სათქმელი თქვათ და გაიღრმავოთ ცოდნა. ერთ-ერთ პრაქტიკებს, სადაც გავდივართ, ეს გახლავთ ჩაქვის და ქობულეთის საკოლექციო ნაკვეთები. აგროსერვის ცენტრი. ძალიან კარგი დაწესებულება. აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აკადემიკოსი რეზო ჯამნისელი და კიდევ სხვა ლექტორ მასწავლებლები მივყავართ. გამოცდილება გვაქვს ყნობასთან დაკავშირებით მორფოლოგიურ დაკვირვებას ვახდით, ფენოლოგიურს და ეს არის დიდი რაღაცა და ჩვენ გვინდათ ძალიან რაღაცა, მაგრამ ეს ბევრ რამეს ნიშნავს სტუდენტზე ელემენტარულ სცენარისტთან შეხება რო გაქვს, შენ უკვე სწავლობ სცენარის ენას და მას აღიქვამ და მასთან მუშაობა უკვე იცდა. როდესაც უკვე ფერმერთან გახვარ და კვალიფიცირებული სპეციალისტი ქვია და ფერმერი რომ კითხვას დაგისვამ, შენ უკვე დიპლომიან ადამიანს იქ არ უნდა ჩაიჭმის. გამოცდილებაც უნდა გქონდეს, ლიტერატურაც უნდა იცოდე და ფერმერის ენა უნდა იცოდე უპირველეს ყოვლისა. დიდი მადლობა ლაშა, დიდი მადლობა მარიამ. მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ხშირად შევხვდებით ერთმანეთს და თქვენთან ერთად გავმართავთ გადაცემა მე ვარ ფერმერს. დიახ, აგრარული სფერო ერთი წუთით. დიახ, ზანეთ. ასე ვთქვათ, აერთიანებს 5 სპეციალობას და ვფიქრობ, რომ თქვენი წინადადება იქნება ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, ჩვენ დავიწყებთ და შევთავაზებთ მაყურებელს თქვენთან ერთად განხორციელებულ პროექტებს. გადაცემა მე ვარ ფერმერი დასასრულს მიუახლოვდა. გადაცემის ბოლოს ჩვენ ტრადიციას ვაგრძელებთ. ნაცნობი და უცნობი კულტურები სოფლის მეურნეობაში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გაცნობას და ჩვენებას თქვენთვის. ხახვი ჩვენს ეთერში. თავიანი ხახვი კულტურაში ცნობილი იყო ჯერ კიდევ 4000 წლის წინ. მის სამშობლოდ წინა და შუა აზია ითვლება, საიდანაც ის შემდგომში თანდათანობით გავრცელდა. ხახვი გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე გადამუშავებული სახით. ფერის მიხედვით გამოყოფენ ხახვის შემდეგ სახეობებს: წითელი, თეთრი, მუქი ჩალისფერი და ღია ჩალისფერი. გემოს მიხედვით გამოარჩევენ შემდეგ სახეობებს: ცხარე, ნახევრად ცხარე და ტკბილი. ხახვის თესლი შავია, სამწახნაგოვანი, დანაუჭებული, მაგარ გარსიანი, 1 გრამში 250-400 მარცვალია. აღმოცენების უნარს ინარჩუნებენ 2-3 წელი. ოპტიმალურ პირობებში გაზაფხულზე ხახვი აღმოცენდება დათესვიდან 14-20 დღეში. პირველ ხანებში ნელა იზრდება, იკეთებს პატარა ღირს, რომელსაც მილისებრი ფორმა აქვს. ამოსვლისას მილის თავი მოხრილია, რომელსაც ახლავს თესლის გარსი. შემდგომში ის სწორდება და გარსი ცვივა. ზედიზედ ერთსა და იმავე ნაკვეთზე ხახვის თესვა დაუშვებელია, რადგან ის ძლიერად ზიანდება დაავადებებისაგან. ხახვი იმავე ფართობზე უნდა დაბრუნდეს 2-3 წლის შემდეგ. საქართველოში ხახვი ძირითადად მოყავთ თესლის უშუალოდ გრუნტში თესვით.
დასავლეთ საქართველოში ზაფხულის ბოლო და შემოდგომის დასაწყისი ხშირად ხანგრძლივი წვიმებით ხასიათდება, რაც ხელს უშლის ხახვის დროულად შემოსვლას. რაც შეეხება ხახვის უნიკალურ სასარგებლო თვისებებს, თავიანი ხახვის წვენი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ადამიანს გაციებისგან და ინფექციური დაავადებებისგან იცავს. ხახვი აქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას და საკვების მონელების პროცესის სტიმულირებასაც ახდენს. თავიანი ხახვი გამოიყენება კოსმეტიკაშიც. ამ პროდუქტის საფუძველზე დამზადებული ნიღბები კანს კარგად წმენს და არბილებს. გარდა იმისა, რომ ხახვი უამრავი გემრიელი კერძის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, ის სახლში ასევე სხვა მრავალი დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ, ლითონების გაპრიალებიდან მწერების ნაკბენის და საამებლათაც კი. შეგიძლიათ ხახვი კანზე ან ტანსაცმელზე წაიცვათ და თქვენ მწერები აღარ შეგაწუხებენ. თუ კი მწერის ნაკბენი ძალიან გაწუხებთ, შეგიძლიათ წაისვათ ხახვი, ტკივილი და ქავილი ძალიან მალე გაგივლით. ხავს ასევე ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია და ის დამწვრობას ინფექციისგან დაიცავს. და ბოლოს კიდევ ერთი სასარგებლო რჩევა დიასახლისებს, რომელთათვისაც ხახვის დაჭრა აუცილებელია, მაგრამ უსიამოვნო პროცესი. ხახვის უცრემლოდ დაჭრის ყველაზე ცნობილი მეთოდი დანის დასველებაა. დაჭრამდე ხახვი და დანა წყალში უნდა გააჩეროთ. ხახვის დაჭრამდე არა მარტო დანა და ხახვი, ხელებიც კარგად დავისველოთ, ოღონდ აუცილებლად ცივ წყალში. სველი დანა ასრუტავს ხახვის წვენის შხეფებს და ხელს უშლის მათ თვალში მოხვედრას. და აქვე შეგახსენებთ, რომ ხახვი შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც პობენ მიკრობებს, ასე რომ თუ თვალები გეწვით და სურდო გაქვთ, ხახვის დაჭრა კარგი პროფილაქტიკაა. ესეთი იყო გადაცემა მე ვარ ფერმერი დღეისთვის, მე მომავალი ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, იმედია ძალიან არ გავაწყენინეთ ჩვენი მაყურებელი. კარგად გრძანდებოდეთ.